ფასები, განათლება, უცხოელების დასაქმება, დემოგრაფია, მიგრაცია, ეს იმ საკვანძო სიტყვების მხოლოდ ნაწილის ჩამონათვალია, რაც საგაზაფხულო სესიის დაწყების შემდეგ გვესმის. ვიცით, რომ მთავრობა 258 განკარგულების მიხედვით ჯამში 59 კანონ პროექტის ინიციირებას აპირებს, მათ შორის ახალი კანონ პროექტებიც იქნება. ექსპერტების და ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით ცვლილებების უმრავლესობა მთავრობის როლის და კონტროლის ზრდას ემსახურება, რაც რიგ შემთხვევებში შესაძლოა კერძო სექტორისთვის, ბიზნესისთვის დამატებითი წნეხი აღმოჩნდეს ისე, რომ არც ეგრეთ წოდებული ბაზრის ჩავარდნების გასწორებას მოემსახუროს. ნახოთ, რას ფიქრობს პარლამენტში შესული ოპოზიცია. გახარია საქართველოსთვის ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძე იქნება დღეს ჩემი სტუმარი. დილამშვიდობის, ბატონო შალვა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონო შალვა, აი ჯამში საგაზაფხულო სესიას რომ შევხედოთ, ანუ რა გამოდის ჯამში, ეზრდება თუ არა რეგულირების ტვირთი, ბიზნეს, ემხრობით თუ არა ზოგადად ამ ტრაექტორიას, იმ პირობებში, როდესაც ესე ვთქვათ, ეკონომიკა ნელდება და ყველა პროგნოზში ამას ვუყურებთ და გაქვთ თუ არა წინასწარ შეფასებული, რა შეიძლება ამ რეგულირების ტვირთის ზრდამ მოუტანოს ბიზნესს და შემდგომ უკვე თითოეულ მოქალაქეს, იმიტომ რომ ბიზნესი და დასაქმებული ცალ-ცალკე არ არსებობს, ხო? გამარჯობათ კიდევ ერთხელ. თქვენ ალბათ ამ ფასების რეგულირებას და ფასების კომისიას გულისხმობთ. პრაქტიკულად ყველაფერს გულისხმობ, არა მხოლოდ ამას, მაგალითად უცხოელების დასაქმებას, თითქმის ყველგან არის ეკონომიკური კომპონენტი ჩადებული პრაქტიკულად ბოლო პერიოდის იმ განხილვებში, რომლებიც ფასები, ესე ვთქვათ, პირდაპირ გამოხატულება არის ამის ცხადი. კარგით, მაშინ დავიწყოთ ჩვენ უცხოელების დასაქმებით, დავიწყოთ მიგრაციის ნაწილით და გადავიდეთ მერე ფასების კომისიასთან მიმართებაში. კი ბატონო, საერთო ხაზი გამოკვეთილი არ გაქვთ, კონკრეტულად ვისაუბროთ. კი ბატონო, კონკრეტულად ვისაუბროთ, ალბათ ჯობია, უფრო გასაგები რომ იყოს. სხვათა შორის ინტერპელაციაც იყო ირაკლი კობახიძის ამასთან დაკავშირებით რამოდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში, სადაც საუბარი იყო მიგრაციას. და ზოგადად ეს მიგრაცია იმდენად რთული ფაქტორია, რომელიც სახელმწიფოზე და ქვეყანაზე, ასე ვთქვათ, განსახლების კუთხით ძალიან დიდ ცვლილებას ახდენს სტრუქტურულად. ეს დემოგრაფიული მიმართულება იქნება, სოციალური მიმართულება, ეთნიკური მიმართულება და ეს იმდენად რთულია და იმდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კიდევ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომ აქ ძალიან მკაცრი კანონმდებლობაა და პრაქტიკულად ხელის მართვაზეა საჭირო, რომ პროცესები გყავდეს, იმიტომ რომ გქონდეს, იმიტომ რომ ამასთან ახლავს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პრობლემები, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება არალეგალურ მიგრაციას, რომელიც უმუშევრობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში რო ვერ კმაყოფილდება, უკვე გადადის ეს კრიმინალთან კავშირში, აქ არის დემოგრაფიული პრობლემები, ადგილობრივ მოსახლეობასთან იწყება მერე შეუთავსებლობა ურთიერთობის კუთხით, ცხოვრების წესის კუთხით, სამუშაო, ასე ვთქვათ, კონკურენციის კუთხით და ასე შემდეგ. ეს პრობლემების მოგვარებაა თუ პოტენციურად რა პრობლემები შეიძლება გამოჩნდეს ამის მოგვარება? აი გეტყვით მაგას, მე გეუბნებით რა პრობლემები ახლავს თავ და ეს პრობლემები, რომელსაც მე ახლა ჩამოვთვალე, ხო? ეს პრობლემები ზოგიერთი მათგანი უკვე პრაქტიკულად ხილულია. და ჩვენს დგავართ უკვე ამ პრობლემების წინაშე. ამიტომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა ძალიან კაცრი, სწორი და სამართლიანი პოლიტიკა. აი მაგალითად გეტყვით, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ. ავიღოთ სამუშაო მიგრაცია, რომელიც ყველა ვხედავთ, რომ უკვე დედაქალაქში ეს აშკარად იგრძნობა და ეს შემოსული იაფი მუშახელი, იაფი სამუშაო ძალა შრომის ბაზრიდან ადგილობრივ მკვიდრ ქართველ მოსახლეობას აძევებენ. და ამ დროს ქართველი მოსახლეობა, ქართველები, ჩვენი მოქალაქეები სამუშაოს საძიებად გარბიან ევროპაში. ამის გამო გარბიან? თავის გადასარჩინად. კი ბატონო, იმიტომ რომ ისინი შემოვიდნენ როგორც იაფი სამუშაო ძალა და იწყება მაგ პროცესის ჩანაცვლება. არა მარტო მაგიტომ, მაგრამ რომ შეხედოთ მშენებლობებს, ხო? მშენებლობებს რომ შეხედოთ თბილისში. იქ ძალიან ხშირ შემთხვევაში ქართველები აღარ არიან შემოსული იაფი სამუშაო ძალა სხვადასხვა ქვეყნებიდან. იგივე ავიღოთ მომსახურეობის სფერო.
გლოვო, ვოლტი, ტაქსის მომსახურეობა, იქ უკვე ქართველები ძალიან ნაკლებად არიან. ხო, აი ზუსტად ეს ამას დაემატა კიდევ უყურეთ საჩენს აი ამ კითხვებს, რომ მართლა რაღაც Facebook ჯგუფების განწყობების პოლიტიკაში გადმოტანა ხომ არ ხდება პოპულისტურად, ვიდრე ესე ვთქვათ, აი იმ რაღაც კონკრეტული გათვლების გარეშე. ამას სხვათა შორის აქ არაფერი პოპულისტური, ეს რეალობაა. კობახიძემაც შეარბილა ეს რიტორიკა, როდესაც მან თქვა, რომ მთელი რიგი პროექტები იქნება, სადაც უცხოელი მუშახელის გარეშე უბრალოდ ეს პროექტები ვერ განხორციელდებაო, ხო? ანუ სადღაც უცხოელი მუშახელი, ანუ საჭიროა ფაქტია. ხო, იმან ერაკლი კობახიძემ ცოტა სხვა კონტექსტით თქვა, მაგრამ მე გეუბნებით რეალურად პრაქტიკულად რა მოცემულობის წინაშე ვდგავართ. თუ უფრო ასე ვთქვათ, ამ ბიზნესის კუთხით ცოტა სხვა ჭრილში გადავიტანთ, მაგალითად ავიღოთ რუსები, რომლებიც შემოდიან, ხო? რეალურად ეს მომსახურეობის სხვადასხვა სფეროების სილამაზის სალონი იქნება თუ სხვა მომსახურეობა იქნება, რეალურად ქართველებს ამ ბიზნესის ასე ვთქვათ, ნელ-ნელა კონკურენტებად და წილში ჩაუჯდე, როგორც სამუშაო ძალის კუთხით, კვალიფიკაციის კუთხით, ასევე ბიზნესის კუთხით რა. ამიტომ ეს აქ თავარი რა არის? უყურეთ, მიგრაცია ზოგადად ნუ ეხლა ევროპასაც აქვს ეს პრობლემა, დამეთანხმები და ამერიკის შეერთებულ შტატებს, როდესაც შრომის მიგრაციაზეა საუბარი, მაგრამ იქ ადამიანები შედიან, იმიტომ რომ ცხოვრების დონე არის მაღალი, კარგი ცხოვრება არის, მშვიდი ცხოვრება არის და რა თქმა უნდა ბუნებრივად სოფლიოს ყველა სახელმწიფოდან აქვს ეს პრობლემა, მაგრამ ისეთი სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, როდესაც ჩვენი მკვიდრი მოსახლეობა გაედინება ევროპაში და ამერიკაში, უკეთესი ცხოვრებისთვის და სამუშაო უკეთესი სამსახურისთვის, ამ დროს აქ შენთან შემოდის ისეთი მოსახლეობა, რომ წარმოვიდგინე ისეთი ქვეყნებიდან, ჯერ ჩვენი მდგომარეობა რა არის ეკონომიკური რა და კიდე აქ რო ჩამოვა ადამიანი სამუშაო საძებნელად. წარმოიდგინეთ თქვენ როგორი დონის მიგრანტები მოდიან. ამის გარდა ჩვენ ახლა გამოვდივართ და ვამბობთ, რომ ჩვენი განათლება არ ვარგა. ტრამპს ვერ შევედარებით, ესე ვთქვათ, მიგრაციის კანონის სიმკაცრეში. იქიდან გამომდინარე, რომ მიგრაციის კანონის სიმკაცრე გარემო არ არის საქართველოში ისეთი. გარემო გავასწოროთ. მანდაც ზუსტად ამ დროს ვამბობთ ჩვენ, რომ ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა ერთი ხელის მოსვით, რომ ჩვენი განათლება არ ვარგა, უნივერსიტეტები უნდა დავხუროთ, გავაუქმოთ, რაღაცა შენობები გავყიდოთ და ამ დროს განათლების სასწავლო მიგრაცია ერთ-ერთი ფორმაა მიგრაციის, რამდენის ის შემოდის, ხო, სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამიტომ აქ კანონმდებლობა, ჩვენი კანონმდებლობა, ეს პროცესი ჩვენ თუ არ გავასწორეთ და რეალურად არ ვმართეთ, ჩვენაირ ქვეყანას, ჩვენაირ პატარა ეს ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს ეს თუ ქაოტურ და არამართვად პროცესში გადავიდა. და არამართვად პროცესში რო გადავიდეს, ეს უკვე რას ნიშნავს? იცი, მაშინ როდესაც ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს, შობადობა შემცირებულია, სიკვდილიანობა გაზრდილია, რეალურად მატება განულებულია და მინუსებში ვართ წასული და ერის გადაბერების პროცესი უკვე დაწყებულია. ერის გადაბერება ნიშნავს რეალურად, როდესაც ესეთი სტატისტიკა არსებობს, რომ მაჩვენებელი უფრო სწორედ, რომ როდესაც 65 წელი და ზევით მოსახლეობა 7%-ის ზემოთ შეადგენს მთლიან მოსახლეობაში, ხო? ეს უკვე არის პირველი ნიშანი და სიგნალი იმისა, რომ ერი გადაბერებული და ჩვენ შემთხვევაში საქართველოში 22% შეადგენს. ან სიმპტომებს ებრძვით და არა მიზეზებს. ხო და არა მიზეზებზეც მივარი ხლა მე რა. ეს მე გეუბნებით რეალურად რა მდგომარეობაში. ამიტომ საჭირო აქვს კაცრი საკანონმდებლო ჩარჩოების შემოღება და სწორად მისი აღსრულება, რომელიც თავისი არსით გულისხმობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი ურთიერთობა, რაც სამწუხაროდ ჩვენ აღარ გვაქვს და განულებულია და დაკარგული გვაქვს. გულისხმობს ასევე სავიზო რეჟიმის გადახედვას, როგორც უვიზო რეჟიმების გადახედვას და გამკაცრებას, ასევე რაღაც შემთხვევაში სხვადასხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმების, ასე ვთქვათ, შემოღებას და დაწესებას. გულისხმობს შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის
გამკაცრებას და სწორ ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობს. განათლების მაგალითად ნებართვისთვის რომ უნდა მიმართოს ბიზნესმა თავრობას, ანუ აი ამ კონკრეტული ფორმის მომხრე ხარ. მივალ, მანდაც უყურე ბიზნესი ეს ყველაზე ნაკლებად პრობლემურია. ნაკლებად პრობლემურია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ვიცი, რამდენად ნაკლებად პრობლემურია. არა, უყურეთ რას გულისხმობენ. როდესაც კვალიფიციური კადრი სჭირდება და არჩევანი აქვს, რომ თქვა თუნდაც უცხოელი დაასაქმოს და რაღაც გარკვეული სერვისი მომხმარებელს შესთავაზოს. გეტყვით. როდესაც ამ შემთხვევაში კიდე გეუბნებით, აქ ჩვენთან ვინ შემოდის ადამიანები სამუშაო ძალა, ეს არიან უბრალოდ ფიზიკური სამუშაო ძალა. აქ არ არის დაუშვათ მეცნიერებაზე საუბარი, აქ არ არის ბიზნესის მცოდნე სპეციალისტებზე საუბარი, აქ არ არის ექიმებზე საუბარი, აქ არ არის სხვა რაღაცის საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი ფიზიკური ძალა. ისეთი სახელმწიფოებიდან შემოდი, როცა პაკისტანიდან, ინდოეთიდან და ასე შემდეგ, გამიგეთ? ამიტომ ბიზნესს აი ამ კუთხით ეს ყავს როგორც სამუშაო ძალა, ფიზიკური სამუშაო ძალა და რო გადახედო დედაქალაქში თქო, ეგ თქვი წეღანაც მშენებლობაზე მომსახურეობის სფეროში ტაქსი აიღო თუ გლოვო აიღო თუ სხვა აიღო, ძირითადად ესენი არიან თქო, მაგას გეუბნები. ანუ მაღალი ინტელექტუალური რესურსი ბიზნესის კუთხით ჩვენთან მიგრანტები არ შემოდიან. პირიქით, აქედან ხდება ემიგრაცია, ხდება საქართველოსთან, აქედან გაედინება ფიზიკურ ძალასთან ერთად გაედინება ტვინები. ჩვენი ქვეყნიდან, ვისაც გააჩნია ინტელექტუალური რესურსი, ვისაც ინტელექტუალური რესურსი აქვს, საქართველოსთან გადის საზღვარგარეთ განვითარებულ ქვეყნებში სამუშაო საძიებლად. აი ეს არის რეალობა რა, გამიგეთ? რატო? იმიტომ რომ აქ ანაზღაურება არ არის იმდენი განვითარება და აქ შემოდის ბევრად უფრო დაბალი კვალიფიციური, ასე ვთქვათ, მუშახელი, ფიზიკურ მუშახელზე მაქვს გამიგეთ, ხო საუბარი. ამიტომ ეს ისეთი პროცესია, ეს მიგრაციის პროცესი, რომ გინდა არ გინდა, ემიგრაციასთან არის პირდაპირ კავშირში არის დემოგრაფიასთან და სწორედ აი ეს პროცესები ჩვენ რო მართოთ და სახელმწიფო მართოს, სწორედ მართოს, რომ არ მოხდეს ამით დემოგრაფიული ექსპანსია არ მოხდეს შემოსული მიგრანტების მხრიდან, ხო? ამიტომ არის საჭირო და მნიშვნელოვანი ის მკაცრი და სწორი და სამართლიანი კანონმდებლობა თავისი მიმართულებებით, რაც წეგან მე ჩამოვთვალე. კარგი, ფასებზეც ვილაპარაკობ, აი მაგალითად კვერცხის ფასის შემცირება თქვენი გადმოსახედიდან ნორმალური მოვლენა იყო? რა ფასი შემცირდა კვერცხზე? მე საჩექ შემცირდა. ყოველ შემთხვევაში მოქალაქისთვის ასე გაფორმდა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებას მოყვა ბიზნესის რეაგირება და კვერცხის ფასი შემცირდა. ჩვენი გუნდი ვართ. თავად აი ეს ფაქტი ნორმალური მოვლენა? არ არის ნორმალური მოვლენა, იმიტომ რომ არ არის ეს ფაქტი რა. არაფერი არ შემცირდა. არაფერი არ შემცირდა. აი, იცით რა მაინტერესებს, თქვენი პოლიტიკური ძალის გადმოსახედიდან რა ფასი შეიძლება იყოს დაბალი ისეთ ქვეყანაში, რომლის, ასე ვთქვათ, უმრავლესობის მყიდველუნარიანობა არის ძალიან მცირე. აი, რა ფასი იქნება დაბალი ჩვენს ქვეყანაში, აი როგორ რომელ პროდუქტს გულისხმობ? თუ ზოგადად გულისხმობ? ხო, აი ნებისმიერ არა, ეგრე ნებისმიერ პროდუქტზე ვერ ვიტყვით, მაგრამ მაშინ ინდივიდუალურად უნდა გავყვეთ, საშუალო ფასი მითხარით, აი ყველაზე დაბალი ვთქვათ. რისი? პროდუქციაზე ან სერვისზე. რისი? კონკრეტულად უნდა ვთქვათ, რომელიმე პროდუქტზე ახლა. ну არ ვიცი ახლა კვერცხზე ისე კვერცხს თუ ავიღებთ ჩვენ და ფრინველის ხორცს ავიღებთ ეს არის ერთადერთი პროდუქტი საქართველოში სადაც ყველაზე მეტი იწარმოება პრობლემა გვაქვს საქონლის ხორცის პრობლემა გვაქვს ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა პროდუქტების ზეთი იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ერთადერთი შედარებით ყველაზე მეტი საქართველოში რაც იწარმოება ეს არის ფრინველის ხორცი და ეს არის კვერცხი გამიგეთ თუმცა მიუხედავად ამისა უნდა ითქვას ის რომ ბოლომდე ეს მოთხოვნა მაინც ვერ კმაყოფილდება რაც საჭირო არის ქვეყნისთვის და იმპორტზე ამ ნაწილშიც იმპორტზე ვართ დამოკიდებული თქვენი ძალის ხედვა რომ აი როგორ შეიძლება ხო და ჩვენი ძალის ხედვა რა არის ახლა და რატომ შევედით ჩვენ ახლა ამ კომისიაში და რატომ ღებულობთ აქტიურად მონაწილეობას
ამიტომ აქ ჩვენი მიმართულება არის, რომ აქ ორ ნაწილად გვაქვს გაყოფილი. პირველი ის, რომ გასაგებია, რომ კომისია მუშაობს ჯერ პრობლემების შესწავლაზე, მერე იდენტიფიცირებაზე, მერე გადაწყვეტილების მიღებაზე, ეს სამი ეტაპი. მაგრამ ამას თავისებურ რაც არ უნდა ვთქვათ, ჭირდება საკმაოდ დრო და შრომა და მუშაობა. ჯერ მარტო კომისია სამი თვე უნდა იმუშაოს კომისია. ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ ესეთი რაღაცა პირველ ეტაპზე, სანამ ეკონომიკურ თუ სხვა, ასე ვთქვათ, ცვლილებებს შევიტანდით და ნაბიჯებს გადავდგავდით, შევთავაზეთ სამი მიმართულება. პირველი ეს არის მინიმალური ხელფასის შემოღება და დაწესება და გაზრდა 1050 ლარამდე. მეორე ეს არის პენსიის მატება 200 ლარით, მესამე ეს არის სოციალური შემწეობის მატება. ეს რატო? იმიტომ რომ ადგილობრივი ჩვენი მოსახლეობა გავხადოთ შედარებით გადახვდელუნარიანი და ყველა მიცოდეს სახელმწიფომაც და მათ შორის ბიზნეს სექტორშიც, რომ 1000 ლარზე ნაკლები, ასე ვთქვათ, შრომა ადამიანის არ უნდა ღირდეს, ესა თუ ის შრომა. აი ამის დაწესებით, ბატონო შალვა, იღებთ თუ არა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. აი თქვენ გასცემთ თუ არა გარანტიას, რომ მაგალითად ნაკლები უმუშევრობა არ გაიზრდება, მაგალითად პოტენციურ დასაქმებულებზე თუ დასასაქმებლებზე უარს არ იტყვის ბიზნესი. თქვენ ამის გარანტია შეგიძლიათ, რომ გასცეთ მოქალაქეებს? გეტყვით. ხო და ესეთ მივალ მანამდე და გაგცემთ ცოტა დრო გვაქვს და ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენთ მაშინ დიდ პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენთ იმიტომ რომ დღეს 1000 ლარი რომელიც მე ის შესაბამისად რო გადაიყვანო ჩვეულებრივ ოჯახს აარსებოთ რომ ჭირდება არაფერი არ არის რა იმ პროდუქტებისთვის იმ სასურსათო კალათისთვის არც ბიზნესისთვის ხელა ტვირთია რომ თქვა 1000 ლარი იყოს მინიმალური ხელფასი დიდი ტვირთია? მე ვფიქრობ, რომ არ არის ძალიან დიდი ტვირთი. არა, ფიქრი ამას არ უნდა, მე უბრალოდ არ დამითვლია და ხო, სადღაც უნდა გაიანგარიშო. რო არ არის დიდი ტვირთი, რო ადგე და სექტორულად გადავხედოთ ჩვენ, ხო? სექტორულად რო გადავხედოთ. მაგალითად, საბანკო სექტორში ეს დიდი პრობლემა არ არის. დღეს რო ადგე, მაგალითად, წახვიდეთ და ჩვეულებრივი უბრალოდ რეგიონებში თუ სექტორში ყველაზე მაღალი, საფინანსო სექტორში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასებია. ხო და ანუ პრობლემა არა აქვს თქო, მაგას ვამბობ, საბანკო სექტორს მაგალითად. ეხლა წამოვედით ცოტა მცირე და საშუალო ბიზნესი. ხო და მოვდივარ მან, მცირე და საშუალო. ეხლა თქვენ რო გახვიდეთ, თუნდაც დედაქალაქში. თუნდაც რეგიონში და გინოდეს უბრალოდ მუშის დაქირავება. დღეში ერთ ანაზღაურება უკვე არის კერძოდ რომ მივიდნენ ფიზიკურმა პირმა რომ დაიქირავოს 80-100 ლარი. ერთი დღე. თუ უკვე სპეციალისტი გინდა, მაგალითად გინდა რაღაც ხელოსანი რომელიმე მიმართულებით, ხო? იქ უკვე ბევრად უფრო მაღალია ეს ხელფასი რა, ანაზღაურება. ამიტომ ეს 1000 ლარი რომელიც ჩვენ თქვით და დავაწესეთ 1050 ლარი, ეს არ არის ის თანხა, რომ ეს ხელფასი დაუშვათ ბიზნეს დაანგრევს და ვინმეს პრობლემას შეუქმნის. იმდენად დეფიციტურია, ასე ვთქვათ, მათ შორის სამუშაო ზალა საქართველოში და წეღან აღნიშნეთ უკვე. აღნიშნეთ კიდევაც, რომ სწორედ ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ შენი მკვიდრი მოსახლეობა გადის და გაედინება, რომ ეს ხელფასი არ არის მისთვის საკმარისი და შემოდის ისეთი ადამიანები საზღვარგარეთიდან და უცხო ქვეყნებიდან. თუმცა ზუსტად იმიტომ დავსვის პირველი კითხვა უფრო ზოგადად ფართო ხედვაში, რომ ბიზნესის ასეთნაირად დატვირთვა შეიძლება გახდეს ეკონომიკური ზრდის პრობლემაც. ამიტომ ეს რა თქმა უნდა გასათვლელი და გასათვალისწინებელია ყველა, ესე ვთქვათ, ამ კანონ პროექტის დროს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ესე ვთქვათ, მთავრობის დისკრეციის ზრდაზე, რაც აშკარად შეინიშნება. მადლობა, რომ იყავით ჩემი სტუმარი. შალვა კერესელიძე გახარია საქართველოსთვის პარტიის საპარლამენტო გუნდის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე იყო ჩემთან ერთად.